ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 20. მცირე კუთხით დახრილ სიბრტყეზე დევს ძელაკიო ნენელას რდიან დახვრის ალფა კუთხეს, როდესაც ალფა აღწევს 30 გრადუსს, ძელაკი იწყებს ჩამოსრიალებას. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირებს შორისო. ხო, ეხლა ანუ აქ ჩვენ გვაქვს ის შემთხვევა, ესე იგი თავიდან იყო ჰორიზონტალურ ზედაპირზე იდო და ნენელა ამ კუთხესავს ვრდით, ვრდით და აი ეს 20 ალფა კუთხე 30 გრადუსი არის ის კუთხე, როცა უკვე აი საცაა უნდა დაიწყოს ამან ამოძრავება. ანუ ჯერ არ არის ამოძრავებული, თუმცა აი საცაა უკვე იწყებს ხო ამოძრავებას, რადგანაც გვეუბნებია რომ იწყებს ჩამოსრიალებას. კი არ დაუწყია ჩამოსრიალებას, იწყებს. შესაბამისად აჩქარება ჯერჯერობით, აჩქარება ტოლი არის ნულის. ზრული კუთხე არის. აი ცოტაც უკვე გავზდით, უკვე დაიწყებს ჩამოსრიალებას. კი ბატონო, ესე იგი მეორე მხრივ გავითვალისწინოთ ჩვენ ის ფაქტი, რომ აჩქარება დახრილ სიბრტყეზე ტოლი არის ჟ სინუს ალფას მინუს მიუ კოსინუს ალფა, ხო? ეს ფორმულა გამოვიყენოთ, მოდით ახლა ჩვენ. გავარკვიეთ ის ფაქტი, რომ აჩქარება ნულის ტოლია, გაუტოლოთ ეს ნულზე. ორი მხარეს თუ ჟ-ზე გავყოფთ, ეს ჟ აღარ გვექნება და რა გამოვხდეს ახლა ჩვენ, რომ სინუს ალფას მინუს მიუ კოსინუს ალფა ტოლი ყოფილა ნულის, აქედან სინუს ალფა ტოლი ყოფილა მიუ კოსინუს ალფასი, საიდანაც მიუ ტოლი გამოვხდეს სინუს ალფის შეფარდება კოსინუს ალფასთან, სინუს ალფას შეფარდება კოსინუს ალფასთან, ჩვენ სხვანაირად ვეძახით ტანგენს ალფას, ხო? ეს არის ტანგენს ალფა. ტანგენს ალფა, ესე იგი ტანგენსი 30 გრადუსი გვაინტერესებს, ხო? ტანგენსი 30 გრადუსზე კიდე არის რამდენია? ეს არის 1 შეფარდებული ფესვის 3-თან. ხო? თუმცა ასეთ პასუხი ჩვენ არ აქვს, ამიტომ მოდი მოგვიწევს ირაციონალობის მოსპობა, ამიტომ მოდით ასე მოვიქცეთ. რიცხველიც და მნიშვნელიც გავამრავლოთ ფესვის 3-ზე, ზემოთ გვექნება ფესვის 3, ქვემოთ კიდე ფესვის 3 რო ფესვის 3-ზე გამრავლდება, დავრჩება 3-იანი მარტოა. შესაბამისად, მიუ ხახუნის კოეფიციენტი ტოლი ყოფილა ფესვის 3 შეფარდებული 3-თან. რომელი პასუხი G?